საიდან არის ადამიანი, შორეული კოსმოსიდან თუ დედამიწიდან? რას გვეუბნება უძველესი არტეფაქტების აღმოჩენები? დნმ კვლევა და დაკარგული ისტორია, რომელიც სადღაც ბნელ ადგილებსა და ვიწრო წრის ხალხის ხელშია მოქცეული? ამ ნაწილობრივ კონსპირაციულ საკითხებზე ხშირად არა, მაგრამ პერიოდულად მისაუბრია. ბოლო წლებში გახშირდა ისეთი ინფორმაციების გაჟონვა, რომელიც აქამდე ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი. ზოგი მასშტაბურად სკანდალურია, ზოგიც კი ყოვლად დაუსაბუთებელი. ახალხაც ცნობილი გახდა, რომ დნმ, რომელიც თანამედროვე ადამიანს აქვს, არა დედამიწისეული, თავისუფლად შეიძლება იყოს. ჩვენი დნმ საოცარი მოლეკულა, მას RNA-ის, ანუ რიბონუკლეინის მჟავის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. თუმცა სწორედ დნმ-შია განთავსებული ინფორმაციის არქივი, იმის შესახებ, თუ როგორ იქნება ჩვენი სხეული მოწყობილი, მათ შორის უმცირეს დეტალებამდეც კი. გარეგნობა, დაავადებებისადმი მიდრეკილება, ხალების განლაგება იქნება, თუ ადამიანი ალკოჰოლ დამოკიდებული და ასე შემდეგ. 2022 წელს ადამიანის გენომი მთლიანად გაშიფრეს. თუმცა სრული სიმართლე ამ მჟავის შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. თეორიას, რომელიც ამტკიცებს, რომ დნმ უფრო ძველია, ვიდრე ჩვენი პლანეტა, ნამდვილად აქვს საფუძველი. ნოლანის გათვლებით, ადამიანის დნმ-ის ასაკი დაახლოებით 9.9 მილიარდი წელია. დედამიწის კი მხოლოდ 4.9 მილიარდი. ამიტომ ჩვენ ამ პლანეტაზე სხვა პლანეტიდან ვართ ჩამოსულები, რადგან დედამიწაზე თითქმის 2-ჯერ უფროსები ვართ. უფრო მეტიც, სამყაროს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით ყველა ცოცხალი ორგანიზმი RNA-მისგან შედგება, ვირუსების ასაკს ზუსტად 4 მილიარდ წლად განსაზღვრავს, ხოლო თანამედროვე ადამიანის დნმ სავარაუდოდ 300,000 წლის წინ აფრიკაში გაჩნდა. ჰარი ნოლანის თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის დნმ, როგორც ბიოლოგიური სისტემა, მურის კანონის თანახმად ძალიან რთულია საიმისოდ, რომ რაღაც 300,000 წლის წინ გამოჩენილი იყო. ამის მტკიცების საფუძველს კი ბიოლოგიური სისტემების სირთულის თანდათანობით ზრდა წარმოადგენს. ტექნოლოგიური კანონის მიხედვით, დედამიწის არსებობის 4.9 მილიარდი წელი საკმარისი არ იქნებოდა ისეთი რთული რაღაცის განვითარებისათვის, როგორც ადამიანის დნმ-ია. ამ მეცნიერის მსჯელობას სამეცნიერო საზოგადოება არც კრიტიკით უყურებს და რატომღაც არც დიდი ინტერესით. ის კი კვლევას აგრძელებს. ნახოთ მომავალში რა მიგნებებს იპოვის მკვლევარი. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.